შეეცდებიან წარმატების მიღწევას. ჩაწოდება დარტყმა კარში და გაიხსნა ანგარიში, მაგრამ ახოთ ჩაითვლება თუ არა ეს გოლი? ჩაითვალა, როგორც ჩანს, თავიდან საჯის ჟესტიკულაცია ისეთი იყო, რომ თითქოს არა გოლი, არამედ თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა. ჩვენს გავხედეთ კიდისსაც ხო არ იყო თამაშგარე, მაგრამ არ ჩაითვალა. კიდისსაც თამაშგარე. და ვთქვით, რომ ჩამოსულია პლავოტიჩი ჩვენ საჯარიმოში და სწორედ ტანმაღალი ფეხბურთელი თამაშობს ფურცზე. საბოლოოდ ალბათ უფრო ავტოგოლი იყო. კარის ხაზზე სპაერის ჩვენი ცდილობდა თამაშს ბურთის გამო. ფიცი ბურთით დაიძრა ჩვენი კარისკენ, ოტიჩი შემდეგ გუნტური თამაშობდა დარტყმა და 2-0. ვერ გამოძერით. მოკლე მონაკვეთში 3 წუთიან მონაკვეთში 2 ბურთი გაიტანა ვენის ავსტრია. ამ შეტევაში ბოტიჩი აქტიურობდა. ბოტიჩი რომელსაც არ ქონდა კარგი ტაიმი, დიწილად განეიტრალებული ყავდა ის. აი აქ კარგად მიიღო ბურთი, შევიდა საჯარიმოში. შორს ვერ მოვიგერიეთ ბურთს. მანამდეც პირველ 20 წუთშიც ქონდა მოგერიებები ფუტკარაძეს, ფიშერი კარგი გადაცემა გააკეთა, ბოტიჩის დარტყმა იბლოკება, 11 მეტრიანი დაინიშნა ხელით თამაში. ამ წვილის 2 მატჩიან დაპირისპირებაში მეორე 11 მეტრიანი და მეორედ ხდება თან რომ ტაიმის მიწურულს ინიშნება. იქაც პირველის წინააღმდეგ დარტყმა მიწვდა ფუტკარაძე, მაგრამ ძლიერი ზედმეტად ეს დარტყმა ვერ მოიგერია. აგორავებენ საკუთარ ნახევარზე არსად ეჩქარებათ ავსტრიელებს. აი ამ მონაკვეთში პირველი ტაიმისა პირველ 15 წუთში ბევრად აქტიურ პრესინგს თამაშობდა. როგორი პასი გავიდა. მიიღო შანსი ფუტკარაძეს, აჯობა ამჯერად და დუბლი გაიფორა 77 ნომერმა. ხო, აქ ძალიან ბევრი თავისუფალი სივრცე დავტოვეთ. ერთი პასით მოიჭრა პრაქტიკულად მთელი დაცვა სპაერის და ერთ-ერთზე დარჩენილ მელოუნის ის გადარჩენოდა, რომ ბურთი სწორად ზუსტად გადაეგზავნა ფუტკარაძის კარში. და ზუსტად ამაზე მქონდა წამოწყებული საუბარი, რომ მეორე და პირველი ტაიმის თქვა პირველ 10-15 წუთში ყველაფერი ფინანსებამდე დადის და საიდან უნდა დავიწყოთ. თან ესეც რთული სათქმელია, იმდენი რამეა გასაკეთებელი. აქ კონჩეტევის შანსი ძალიან კარგი ავსტრიელებს. 3 მცველის წინააღმდეგ სოლორეიდი და რა გოლი გაიტანა. ეს გახლავთ ავსტრიელთა 19 ნომერი, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა და როგორი გოლი გაიტანა. წინვალე თამაში ავსტრიელი ფეხბურთელისა. გიშტაინი იყო ფანტასტიკური. მიიღო მან შანსი გუნდის მთავარი მწვრთნელისგან და როგორ გამოიყენა ახლა განმეორებით თავად მივადევნოთ თვალი. 3 მცველს უმარტივესა დაუარა. გვერდი თითქოს ჯარიმაც იყო მისი მხრიდან. აი ნახავთ კიდევ ერთხელ უკეთესი რაკურსია ეს. მაისურზე როგორ მოკაჩა ქართველ